Bana Presidenta, მინდა რომ აი ბოლო დროის მოვლენებს გამოვეხმაო, რომ საკმაოდ დიდია საზოგადოების ინტერესი გირგულიანის საქმესთან დაკავშირებით. იყო საუბარი იმაზე, ოპოზიციამაც აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს საკმაოდ ბევრი საქმე მაგ შორის დაკონსერვებული, წლობით დაკონსერვებული საქმეების გახსნა მოხერხდა. ეს არის კალაძე, ეს არის გორის ტერაქტი, ეს არის ბუშის ტერაქტის მცდელობის ფაქტი. ბუშზე კი არა, ჩემზეც მერხეს ვერად რადგან მე ყოველთვის ვთხოვდი. საკმაოდ ბევრი საქმე გაიხსნა მისი მინისტრობის დროს. თუმცა აი გირგულიანის საქმის შემდეგ უკვე აშკარა გახდა, რომ თავად აღნიშნეს, რომ რამდენიმე ეჭმიტანილია მაღალჩინოსანი ეჭმიტანილი მკვლელობაში და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ როგორც ანალოგია არსებობს პარალელს თუ გავალებთ, რომ კორუფციული ფაქტების გამოაშკარავების დროს თქვენ თავდადებიდან გადააყენეთ, გაათავისუფლეთ ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი. ხომ არ შეიძლება, რომ აი ამ ფაქტის გამო უწყებაში გარკვეული დარღვევების გამო პასუხისმგებლობა დადგეს უკვე შინაგან საქმეთა ministriსაც. მე მინდა თქვა, რომ პირველ რიგში ჩემთვის პირადი ტრაგედია ყველა ესეთ შემთხვევა და მე ჩვენურად მესმის ოჯახის უბედურება. ეს არის მე თვითონ მამა ვარ და არავის არ უსურვებ მაგის მიახლოებითაც კი ესეთ რამეს. მე ძალიან კარგად მახსოვს ამ ოჯახს არ შევხვედრივა, მაგრამ ერთხელ საარჩევნო კამპანიის დროს შევხვდი ლომინაძის დედას. ეს იყო მე-60 სკოლა თუ არ ვცდები საბურთალოზე. და რო ესეთი კუთხეში იდგა, ესეთი ინტელიგენტი, ესეთი ცოტა ხებში მოხრილი, ძალიან სიმპათიური მასწავლებელი ხალი იჯდა, თვითონ ხმარა მოუღია სხვა შორის და სკოლის პედაგოგებმა მითხრეს, რომ იქნება აი ამ საქმეს მიხედვით. მაშინ მე ვიყავი საკრებულოს საარჩევნო კამპანიის დროს, ხა მე არავინ არ მეკითხებოდა არაფრის გახსნას, მაგრამ მე ეს არ დამავიწყდა. და სხვა შორის მთელი ეს პერიოდი ლომინაძის საქმეს სულ კითხულობდი. სულ კითხულობდი მიუხედავად იმისა, რომ იმ ხას არაფერი არ უთქვას თვითონ, მაგრამ მე მახსოვს რა იყო ეს ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვიდა ამერიკაში ისწავლა, უნდა და თავის ქვეყანას მომსახურებოდა, წააწყდა მაფიას და მაფიამ გადაუარა და მოიშორა და არავინ მისი დამცველი მე საქმე გააყალბეს, ჩაფარცხეს და ყველაფერი დამთავრდა. ამიტომ მე ჩემ ხალხს უთხარი და მე ეს დაპირება შევასრულე. ხელშეუხებელი არავინ არ არის, ყველა ვინც ძალიან უნდა ჩაიდინოს, ყველა დაისჯება. ეხლა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელები არიან ჩარეული, ეს არის ორმაგად მძიმე. და თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ესეთი რამე შეიძლება მოხდეს საფრანგეთში, შეიძლება მოხდეს ინგლისში, შეიძლება ხდება ხშირად ამერიკაში. ოღონდ ცოტა ქვეყანა არის. მე ქვეყნები ჩამოთვლე, რომელიც ამას პასუხობენ და ისევე უპასუხა საქართველოს, როგორც უპასუხობენ მათ ქვეყნებში. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ არაფერი სხვანაირი, ვიდრე რასაც ისინი გააკეთებენ, ჩვენ არ გავკეთებია. ყველა ვინც დასაჭერი იყო, დაჭერილია, თუ კიდევ ვინმე იქნება, იმათაც მოვთხოვთ პასუხს, ყველა ვინც ყველაფერი რაც გამოსაძიებელი იქნება ბოლომდე. ამავე დროს თქვენ თვითონ თქვით, არასოდეს საქართველოს არ ყოლია ასეთი ეფექტური პოლიცია. არა მხოლოდ საქართველოს. მე არ ვიცი, ბევრი სხვა საბჭოთა ქვეყანა, რომელსაც ყავს ასეთი ეფექტური პოლიცია. როცა ურთულესი ტერაქტები იხსნება, როცა მაგალი თანამდებობის პირები კამენიც გავდა. აი ხა თქვენ არ ვიცი იმ დღეს უყურეთ, მე მაგალითად აი გულზე მომეფინა, რომ შევიდენ, დგას მაგალი თანამდებობის პირი ჰალსტუქში, კოსტუმში და კარგად ჩაცმული პოლიცია, ის ძველი პოლიცია კი არა, რომელიც შედიოდა ზოგი ჯინსებში, ზოგი რაღაცაში და რა შესახედავები იყო, კარგად იცით, კარგად ჩაცმული სამხედრო ესეთი რაღაცა ესეთი შეხედულების პოლიციელი ეუბნება, თქვენ გაქვთ უფლება იყო ჩუმად, ყველა თქვენი სიტყვა. ესეთი ჩვენ გავხდით ცივილიზებული ქვეყანა, ესე ხდება ნორმალურ ქვეყნებში. თქვენ როდესმე წარმოგედგინათ, რომ საქართველოში ასე იქნებოდა. როდესმე წარმოგედგინათ, რომ ესეთი რეპუტაცია ექნებოდა პატრონს. როდესმე წარმოგედგინათ, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი 15 მოსამართლეალის წელს დაჭერილი ქრთამით ხელში, ისე კი არა ზოგადად, ქრთამით ხელში. ჩვენი დეპუტატები უმრავლესობის ფრაქცია, ეხლა აი უმრავლესობის ფრაქციის დეპუტატი დაიჭერეს. აი ხო ხედა უმრავლესობა. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჯანსაღი უმრავლესობა. ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჯანსაღი მთავრობა. ეს ნიშნავს, რომ ამ მთავრობას ჩემი და სხვისი არა აქვს, ის არის საზოგადოების ნაწილი, ის საზოგადოებისგან არაფერი თავის თავს არ აცილებს, ის იგივე ისევე ექცევა თავისიანებს და უფრო მკაცრადაც, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს. და ეს თქვენ გონიათ, ეს ყველაფერი ციდან ჩამოვარდა? ეს ყველაფერი ესე ვიღაცა მოგვიტანა და ესე თებსე მოგვასწრა. ეს ყველაფერი გააკეთა მერაბიშვილმა, ეს ყველაფერი გააკეთა ოქრუაშვილმა, ეს ყველაფერი გააკეთა ბარამინძე როცა დაიწყო, ეს ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ ყველამ ერთად. იმ პოლიციელებმა, იმ ბიჭებმა, რომლებიც ხედაღამე ასწორებენ, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი. ამიტომ პოლიციას ჩვენ დაუჭერთ ბოლომდე ხართ, ბოლომდე შინაგან საქმეთა მინისტრს. ხა გადაყენებაზე ხა მაშინ
ამ კაბინეტში ხარ მოვიყვანო ჯონდი ბაღათურია მაგათაც და ხوار დავისვა ან შალიკო ნათელაშვილი ან გიორგაძე თავის გოგიტიძის და გადავწყვიტეთ ყველა პრობლემა ხე ეს ძალიან სასაცილო და უბადრუკი რაღაცა არის მე ერთი რამე ვიცი რომ ერთი და იგივე ხალხი სხვადასხვა დროს შარშანაც მახსოვს ეს ხალხი შარშან ზუსტად ერთი და იგივე ხალხი ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის სხვა შორის ყოველთვის გამოდიან და ერთი და იგივე მოთხოვნა ნუ ზოგჯერ ოქროაშვილი არ მოწვევთ მე შარშან ძეძის წელს არის ძირითადად მერაბში ნებისმიერი საბაბით დღეს არის აქ კონკრეტულად ძალიან ტრაგიკული საბაბია და მე ჩვენවත් მესმის მაგრამ ნებისმიერი საბაბი მოჭიდავებია ის რა ქვია ის სადღაც ბათუმის ბაზრის მოვაჭრეები შარშან წინ იყო იქ ბევრად უფრო რაღაცა ისეთ ხმაურიანი აქციები ბათუმის ბაზრის მოვაჭრეების გამო უნდა გადადგეს ეს თუ საბაბი არ გამოელა მე ერთი რამე ვიცი ერთია საბაბი და მეორე რეალური მიზეზი და რეალური მიზეზი ძალიან კარგად ვიცი ჩვენ შევეხეთ ძალიან კარგად ორგანიზებულ ძალიან კარგად ჩაბუდებულ ჩვენ საზოგადოებაში ოლიგარქიულ მათ შორის რუსულ